ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციის იარე ფეხით ხელმძღვანელობით კიდევ ერთი აქცია თბილისისა და ქუთაისის შემდეგ უკვე ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე შეკრებულთა მთავარი მესიჯი დააკანონეს საგზაო უსაფრთხოება საქართველოს ახალი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მისამართით გაიგზავნა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან ერთად პარლამენტმა განიხილოს და შემდეგ მიიღოს გამკაცრებული რეგულაცია საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, რათა ქვეითთა უფლებები მეტად იქნას დაცული. ჩვენ ბათუმელები გამოვეხმაურეთ ამას იმისთვის, რომ დაცული იქნას ქვეითთა უფლებები. აქციაზე მყოფთა თქმით, არა მარტო ქალაქ ბათუმში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში ქვეითთა უფლებები ირღვევა. მათი განმარტებით, ყველა მძღოლმა უნდა გაიგოს, რომ ტროტუარები და ზებრა ზოლი ქვეითს ეკუთვნის. დღეს საქართველოში მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა და ფეხით მოსიარულეთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. არა მარტო მთლიან საქართველოში, ბათუმშიც ირღვევა ფეხით მოსიარულეთა უფლებები და სწორედ ჩემი მიზეზი ამ აქციის შემოერთებისაც ეს იყო, რომ ირღვევა ყოველდღიურად უფლებები და მოუწოდეთ ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოს გაამკაცროს კანონი. აქციის მონაწილეები საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს პლაკატებზე წარწერით მოუწოდებდნენ დაიცავით საგზაო წესები და გადადით ზებრაზე. სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს საქართველოში საგზაო წესების უგულებელყოფამ 211 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.